ავაგრძელოთ ძალიან საჭირო საკითხით. ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, დგება ხოლმე ცვლილებების დრო. ეს შეიძლება იყოს როგორც ცხოვრებისეული მოვლენებით გამოწვეული, ასევე ასაკით გამოწვეული ცვლილებები. საინტერესოა, როგორ ხვდებიან ხოლმე ადამიანები ცვლილებებს, რომელიც მათ ორგანიზმში და ასევე სოციალურ ცხოვრებაში 40 წლის შემდეგ იწყება. ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, იცვლება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება ქოლესტერინის დონე, ხდება წონაში მატება, მოკლედ ვიცვლებით. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ დროს და რა რისკების ქვეშ დგება ჩვენი ჯანმრთელობა? შუადღის სტუმარი გახლავთ მადონა ჯუღელი, გინეკოლოგი და ახლა სწორედ ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. მოგესალმებით, ქალბატონო მადონა. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით თემაც, მე ვფიქრობ, უამრავი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა და მოდი დავიწყოთ მთავარი შეკითხვით. საინტერესოა, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ხოლმე ჩვენს ორგანიზმში 40 წელს ზემოთ, მას შემდეგ რაც ამ ასაკს გადავაბიჭებთ. რეალურად 40 წლის შემდეგ უკვე ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა უფრო სხვა ენაზე გვესაუბრება. უკვე აღნიშნავს იმ მინიმალურ ცვლილებებს, რომელიც აქამდე არ იყო ისეთი გამოხატული და ჩვენც როგორც ექიმები და არა მარტო ექიმები, ქალბატონები, მამაკაცები მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ენას მოусმინოთ. რა ხდება ამ დროს? ქალბატონების რეალურად ის არის პერიოდი, როცა ქალის ორგანიზმი კარგავს მნიშვნელოვან გორმონს, ეს არის ესტროგენი და მასთან ერთად პროგესტერონი. ანუ რა არის ეს? ეს არის ჩვენი საკვერცხების ფოლიკულების მთავარი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ქალბატონის ესეთი იმპერატორს. აი ამ ქალბატონის ესტროგენის დეფიციტის გამო ირყევა ბევრი რამე, ანუ ფაქტობრივად ხდება გადალაგება. ეს არის ღერძი, რომელსაც რეპროდუქციულ ღერძს უწახით. შესაბამისად, მიმდინარეობს ის პროცესები, როგორიც არის თავ-ტვინში, კანში, გულში, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ჩართულია ამ პროცესში და ამ პასუხში ჩვენც უნდა აუყვეთ. მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება ითქვას. დიახ. კი ბატონო. ქალბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენ ამ ენას უნდა მოусმინოთ და შესაბამისად ალბათ ამ მიმართულებასაც ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი უნდა კონდეს ხო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. დიახ. იმიტომ რომ თუ იქამდე ორგანიზმი აკომპენსირებდა იმ ცუდ მოპყრობას, რო ვთქვათ, დღეს უკვე ასე ვეღარ მოხდება. იმიტომ რომ მდორეთ მიდის პროცესები, შეწოვა მცირდება, თუნდაც იმ ვიტამინების, ელემენტების, მიკროელემენტების, ამიტომაც ზუსტად ის ჯანსაღი კვება ძილი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ რატომ შეწოვა ვახსენე? აქ ხო პრიორიტეტი რა არის, რასაც ჩვენ ვიღებთ, უნდა მივიღოთ საკვები და მივიტანოთ უჯრედებამდე, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს აი ზუსტად ეს ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც დისბალანსია, დიახ, იმიტომ რომ ეს პერიოდია. ეს პროცესია, ჰორმონალური დისბალანსი 40 წელს ზემოთ. გარდაუვალია, ხო, ну, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ამიტომაც ვაკეთებთ იმას, რომ თუ მანამდე არ უსმენდით ორგანიზმს, დღევანდელ დღეს უკვე უნდა მოусმინოთ. და ეს შესაბამისობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა მოგცემს საშუალებას, რომ მივიღოთ სწორად, კვება გავაკეთოთ უფრო ინტერვალური, არ მოვახდინოთ დიდი ესეთი ინტერვალებით კვება, საკვები უნდა იყოს ბალანსირებული, ძილი უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ პერიოდში ეს ქრონიკული სტრესი, ეს არის ანთება. ქრონიკული სტრესი რეალურად ორგანიზმი აღიქვავს მას როგორც ანთებას და შესაბამისად ანთებითი პროცესები ჩვენ უნდა დავალაგოთ. ეს იქნება ბალანსირებული კვება, ეს იქნება ინტერვალური კვება და რა თქმა უნდა ძილი. რომელიც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. აქვე მინდა შევეხოთ აუცილებლად ქოლესტერინის მომატებას, რომელიც ვიცით, რომ ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით კი 40 წელს ზემოთ. საინტერესოა, რა იწვევს ხოლმე მას და რა არის ასევე მასთან გამკლავების მნიშვნელოვანი მეთოდები, რაც უნდა გავითვალისწინოთ.
როგორც ასეთი, ჩვენ თქვით ესტროგენის დეფიციტი. ესტროგენის დეფიციტი ასევე იწვევს იმ მეტაბოლურ დარღვევებს, როგორც არის ინსულინ რეზისტენტობა. ანუ ეს ფაქტობრივად ბიოლოგიური პერიოდი, ანუ მე არ ვამბობ, რომ ეს არის პათოლოგიური მეტაბოლური სინდრომი, მაგრამ ხალი რომელსაც გადადის 40 წლის შემდეგ, ორგანიზმი ადუნებს ამ ნივთიერებათა ცვლას. შესაბამისად, ამ პროცესში აქტიურად აღარ არის ჩართული ხოლესტერინი, იმიტომ ხოლესტერინი არის ნივთიერება, რაც ხდება ჩვენი ჰორმონების სინთეზი. შესაბამისად, იწყება დაგროვება. ამ ყოველივე მნიშვნელოვანია კიდევ და კიდევ ჯამთელი კვება, ანუ კვების რაციონის ბალანსი და ზუსტად ის ომეგა-3-ის ასეთი შემოტანა ორგანიზმში ასევე გაძლევს საშუალებას, რომ შემცირდეს ეს ცუდი ხოლესტერინი. და კიდევ ღვიძლში ესტროგენ დეფიციტი იწვევს ასეთი ცილის, ეს არის სექს ჰორმონ შემბოჭველი პროტეინი, მის დაქვეითებას, იწვევს რაოდენობა შეფარდებითი ანდროგენების მატებას და ესეც ყოველივე ეს აკეთებს იმას, რომ ტრიგლიცერიდები, ანუ ცუდი ხოლესტერინი იმატებს. და შესაბამისად ეს კვება, ძილი ფიზიკური აქტივობა, ანუ სპორტი და რა თქმა უნდა დანამატები. კი ბატონო, ეს არის ის ეტაპი ცხოვრებაში თითოეული ადამიანის, როდესაც მაგალითად კალცის ნაკლებობა ჩდება და პლუს ამას კიდე წარმოუდგენელი არ იყოს რაღაცა განსაკუთრებული მიმართულებები, რომელზეც მოდი ასე მარტივი ენით რო ვთქვათ, ურტყავს ხო ეს ყველაფერი. აი ამაზეც რო ვისაუბროთ. როგორც ასეთი კიდევ და კიდევ ესტროგენი. როდესაც ესტროგენი ნორმალური რაოდენობით გვაქვს, ეს პროცესი, რომელსაც ქვია ძვლის სინთეზი ძვალში, პროცესები, რომელსაც ქვია ეს არის სინთეზი და რეზორბცია. ამ პროცესს არეგულირებს ესტროგენი. ეს არის რანკულ სისტემის თემა, მაგრამ როდესაც ესტროგენ დეფიციტია, უფრო ხდება რეზორბცია, ანუ ძვლის სტრუქტურის დაქვეითება, მისი მინერალიზაციის დაქვეითება და კალციუმის დეფიციტი ამ ყოველივესთან. ასე რომ აქაც უმნიშვნელოვანესია სპორტი და კვება. მოკლედ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ჯანმრთელობის კონტროლი, ეს ის მთავარი საფეხურებია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს 40 წელს ზემოთ, არა მხოლოდ 40 წელს ზემოთ, მე ვიტყოდი ნებისმიერმა ადამიანმა და აქვე აუცილებლად მინდა ამ საფეხურების და რჩევების მიღმა ვისაუბროთ ვიტამინების მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი მათგანი თქვენ ხოლესტერინთან მიმართებაში უკვე ახსენეთ, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ, რა არის ის მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები, რომელთაც უნდა გავაჯეროთ ჩვენი ორგანიზმი? რა თქმა უნდა, ახლა ვიტამინების ზოგ ვიტამინს, მაგალითად D ვიტამინს აღარ უძახით როგორც მარტო ვიტამინს. ეს არის ფაქტობრივად ჰორმონი, რომელიც უმნიშვნელოს როლს თამაშობს მეტაბოლიზმში. ეს არის როგორც ესტროგენის რეცეფციის ექსპრესია მომატებული, ასევე იმუნურ პასუხში უდიდესი როლი აქვს, ასევე ძვლის სტრუქტურის გაძლიერებაში. ეს არის D ვიტამინი, ან D ვიტამინი, ეს არის მზის ჰორმონი, ასე ვთქვათ. იმის გარდა, რომ მას საკვებით ვიღებთ, ასევე არის მზე. და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი თუნდაც ის ინსოლაცია, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ჩაკეტილ გარემოში ვმუშაობთ, აი თუნდაც 12-დან პირველ საათამდე 15 წუთი გაბრძანდით გარეთ და დადექით. თუნდაც იყოს არა მზე. აი იყოს დღის შუქი, წვიმიან ამინჩიც მათ შორის. თუნდაც იყოს, დიახ, რა თქმა უნდა, მზე. დღის შუქი. 15 წუთი იყავით მზეზე და თქვენ მიიღებთ სათანადო D ვიტამინს. რა თქმა უნდა, საკვებთან ერთად. ომეგაზე ვილაპარაკეთ როგორც ასეთი მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ მოახდინოთ თუნდაც იმ ხოლესტეროლის მაქსიმალური არა დაგროვების შემცირება. ეს ერთი. ვილაპარაკოთ ვიტამინი, რომელიც არის A ვიტამინი, ეს E ვიტამინი, A, C ვიტამინი, ანუ რამდენიმე ვიტამინი, რომელიც პრიორიტეტია დღეს როგორც ასეთი, იმიტომ რომ გადად ვიტამინი C და E ვიტამინი არის მნიშვნელოვანი, არის კანის, ტურგოლის, ელასტინის, კოლაგენის სინთეზში, რომელიც ასევე 40 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად
მცირდება. ქავთნამადანა ვიტამინების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და ხშირ შემთხვევაში ადამიანები თვითნებურადაც იღებენ ხოლმე მათ შორის D ვიტამინს, იგივე B ჯგუფის ვიტამინებს, A ვიტამინი ახსენეთ, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია რომ 40 წელს ზემოთ ჩავრთოთ, ხო? რა უნდა გავითვალისწინოთ აი თვითნებურად მედიკამენტების მოხმარებასთან მიმართებაში, უშუალოდ რაც ვიტამინებს ეხება. თუ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი ვთქვათ იგივე საკვებით მივიღოთ და არ ვიდარდოთ ამ საკითხის შემდეგ. ჯობია რომ საკვებით მივიღოთ, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ რაოდენობა არის მცირე, მაგრამ ამას აუცილებლად ჭირდება ექიმის ჩართულობა, ოჯახის ექიმის, რომელიც ზუსტად იტყვის და ანალიზის პასუხით გვეცოდინება რამდენი გვაკლია, ასე დავლიოთ მოდი D ვიტამინი ან დავლიოთ თუნდაც ზედმეტად E ვიტამინი არ იქნება სწორი, არ იქნება სწორი. K ვიტამინი არა. როდესაც გვაქვს დეფიციტი, მაშინ უნდა დავლიოთ. საპროფილაქტიკო დოზებიც არსებობს, რა თქმა უნდა, ეს როგორც კალციუმის, ისევე D ვიტამინის. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ხანდახან პროფილაქტიკაა, ხანდახან ჩართულობაა და ეს შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მაგათ ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, სტატინებთან, იყოს პირდაპირ უკუჩვენება რომელიმე ერთი მათ შორის ვიტამინის მიღების. ის რომ აუცილებელია მხარდაჭერა, თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ. კი ბატონო, ნაწილობრივ კი გაეცით თქვენ პასუხი, ხარა კითხვაც უნდა დავსვამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა გავამახვილო აქცენტი, ისეთზე, რომელიც ალბათ ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით მაგასაკში უკვე ადარდებს, ეს არის იგივე კბილებით, მისცენა, კანის დაბერება, ესეც მესმის, რომ რა თქმა უნდა, გარდაუვალი პროცესია ასაკის მატებასთან ერთად, თუმცა ალბათ თქვენგან უნდა მივიღოთ რჩევა, როგორ შეიძლება რომ ოდნავ შევანელოთ ეს პროცესი თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. გადავადება, შეხედეთ როგორ არის ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ გენეტიკურად ჩვენ დეტერმინირებულია ორგანიზმი, რომ უნდა ვიცხოვროთ ასე, ფოლიკულების რაოდენობა არის ქალბატონებთან ამდენი და თუ მაგალითად დედას, ბებიას აქვს რაოდენობა შემცირებული, ანუ მაგალითად ადრეულია მენოპაუზა, ქალბატონებსაც ვეუბნებით რომ აქაც რისკია იმის რომ ადრეულად განვითარდეს განლევა საკვერცხის, ხო? ან ადრეული მენოპაუზა, მაგრამ არსებობს ეპიგენეტიკური ჩართულობა, ანუ ეპიგენეტიკა, ანუ გარემო ვითარებები, ნაკლები სტრესი. ანუ რას ნიშნავს ორგანიზმი 40 წლის შემდეგ სტრესის მიმართ უფრო მგზნობიარე ხდება და კორტიზოლი როგორც ასეთი სტრეს ჰორმონი უფრო ძიმეთ ახდენს ზემოქმედებას ჩვენ ორგანიზმზე. აქ ხდება განლევა ზუსტად იმ ვიტამინების ელემენტების როგორც არის მაგნიუმი მაგალითად, ხო? აი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ეპიგენეტიკაზე, სტრესის გამძლეობაზე, სტრესზე რეაქციის გამოხატვაზე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სტრესი დავალაგოთ. დავალაგოთ მშვიდით, ცხოვრებით, დავალაგოთ დასვენებით, ანუ შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ შაბათი კვირა არსებობდეს რაღაცა პერიოდი, როდესაც ჩვენ სუფთა ჰაერზე გავიდეთ, სპორტით დავკავდეთ, ჩვენ ახლობლებთან სიყვარული, ბედნიერების აღქმით და არა მარტო ნეგატივით და რაც შესაბამისად კიდევ კორტიზოლზე. კორტიზოლის ზემოქმედება ეს არის ქრონიკული ანთება. ქრონიკულ ანთებას მოყვება ონკოლოგია. აქედან გამომდინარე მე ცუდზე არ ვილაპარაკებ, ჩვენი ქცევით, ანუ ეპიგენეტიკის რისკები შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ. ეპიგენეტიკა, ანუ გარემო ვითარებები უდიდესი როლია. სუნთქვითი ვარჯიშები, ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, რომ აი დაჭიმულობა, მცირე მენჯის კუნთების სპაზმი, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ვიტამინების დეფიციტით, თუმცა შინაგანი განწყობითაც. აი სუნთქვითი ვარჯიში დიაფრაგმალური სუნთქვას ვამბობთ ხოლმე, უდიდეს როლს თამაშობს მცირე მენჯის კუნთების სპაზმის მოსახსნელად. და აუცილებლად უნდა დავსვა ბოლოს შეკითხვა და ძალიან მინდა მოვასწროთ ამაზე პასუხიც. წონაში მატება. ერთ-ერთი ძალიან დიდი თავსატეხი, მას შემდეგ რაც გადავაბიჯებთ 40 წელს. საინტერესოა რა იწვევს ხოლმე აი ამ ცვლილებებს ქალბატონო მადონა და რატომ გვიჭირს ხოლმე 40 წელს ზემოთ ფორმაში ყოფნა? იმიტომ მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერება სვლა მიდის ნელა, დიახ. კი ბატონო. როცა საკვერცხე აღარ ოვულირებს, მას აღარ ჭირდება იმდენი ენერგია, როგორც ჭირდებოდა მანამდე. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იმისთვის, რომ ოვულაცია შედგეს, იმდენი ენერგია უნდა გამოყოს ორგანიზმმა, როგორც აქეთა, რომ მე ბათუმში ჩავიდე ფეხით.
და წარმოიდგინე ამას აღარ აკეთებს. რის გამოც რა ხდება, ჩვენ იმდენი რაოდენობის საკვებს ვიღებთ, როგორც ვიღებთ 40 წლამდე, შესაბამისად გახარჯვა აღარ ხდება, ამიტომაც არის კიდევ სპორტი საჭირო, მაგრამ ამავდროულად ნივთიერებას ხლა მიდივთორეთ და წონის მატება ხდება ყოველწლიურად 3-5% სამწუხაროდ, მაგრამ კიდევ და კიდევ თქვენი ჩართულობით იმისთვის რომ მაგერ ინფორმაციას გაუზიარებთ მაყურებლებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამისი გაჩერება. კიდევ ლაპარაკობ, ეს არის კვება, კვების რაციონის შედგენა, სრულფასოვანი ძილი, აუცილებლად ხარდაჭერა მინერალების და ვიტამინების, რომელიც ჩვენ გვაკლია და რომელიც ზედმეტი არაა და სრულფასოვანი თავის, ანუ დრო ძილის, არა უგვიანეს 11 საათის გვიან არ უნდა დაიცინოთ და დაისვენოთ. კი, დასვენება ნამდვილად საჭირო და აუცილებელია, ისევ იმიტომ, რომ გქონდეს ახალი და ესეთ საჭირო ენერგიები. წარმატებები მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. მოკლედ მაყურებელს ვეთქვი, რომ აპატიეთ, მიუტევეთ ერთმანეთს, არავითარ შემთხვევაში არ იწუწუნოთ და რაც მთავარია, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობას. ვფიქრობ, რომ ყველაზე საჭირო საკითხებს და თემებს დღეს შევეხეთ ამ მომწვევ. და ისაუბრონ ქართულად.